ამ ვიდეოში გაჩვენებთ როგორ გამოვცვალოთ რელე, პამპის რელე, რაც მთავარია გაზვალვი არ ითიშება მაშინ როცა აკვასტატი თიშავს და მთავარი არის აქ რომ გავასწოროთ აი ეს. ეხლა ვაპირებდი აქ რელე გამომეცვალა როგორც აგერ ერთი წამის წინ თქვი, მაგრამ სინამდვილეში რასაც გავაკეთებ არის უბრალოდ აი ამ ფეხს გადმოვანაცვლებ მეორე მხარის აკვასტატისას და მარცხენას გადავანაცვლებ მარჯვნივ. ნახოთ სანამ რაიმეს გამოვცვლი საერთოდ თუ ეს ისე იმუშავებს როგორც წესი დარიგია. ანუ ეს იზოლაციის ფეხი ეხლა დენი ჩართულია გამოვცვალოთ აქეთ. აი ეს აქ გადავიტანოთ. ეხლა ვნახოთ ჩავთოთ თერმოსტატი. აი ეს არის თერმოსტატი. ანუ სინამდვილეში ვაჯამპებთ თერმოსტატის პლუს და მინუს რელე ჩაირთო, პამპი ჩაირთო. ეხლა ველოდებით გაზვალვს. სანამ ველოდებით შევამოწმოთ 24 ვოლტი თუ მოდის გაზვალვზე. მოდის 24 ვოლტი, ანუ გაზვალვი ჩაირთვება. გაზვალვი ჩაირთვება. აი ეს აქ წვეთავს როგორც ჩანს ძალიან. კარგი, გაზვალვი ჩაირთო. ძალიან კარგი. პამპი ჩართულია, გაზვალვი ჩაირთო. ეხლა მოდი აბა თითქოს და აკვასტატმა გათიშა. ხო, თითქოს, ნუ ჯერჯერობით ეხა ჩართულია აი აქ. აკვასტატში ამ წუთას აქ არის ჩაკეტილია, ეს ორი არის გადაჯამპებული ერთმანეთზე შიგნით. როცა გათფება, გაიხსნება ეს კონტაქტი, აქ აღარ დააწრებინებს. აი ნახოთ აბა. ნახოთ თუ დააწრებინებს ეგ. დააწრებინება ნიშნავს წრედი არის შეკრული. აქ კონტაქტები არის დაჟანგული. ეხლა აწრებინებს, ამ წუთას აწრებინებს, ანუ წრედი შეკრულია. წრედი შეკრულია. ეხლა ვნახოთ თუ კი წრედი გაითიშება, ანუ ეს გაწყდება კონტაქტი. მაშინ გაზვალვი უნდა ჩაქრეს და პამპი დარჩეს ჩართული. ჯერჯერობით ჩართულია გაზვალვი, ეს ველოდებით რომ გაითიშოს, უკვე გაითიშა და აქ პამპი ჩართული დარჩა. რაც შეეხება გადავამოწმოთ 24 ვოლტი თუ მოდის გაზვალვთან, რა თქმა უნდა აღარ მოვა. აღარ მოდის. ეხლა ვნახავთ თუ ჩაირთვება კიდე ეს გაზვალვი. ეს ნიშნავს რომ დენი მივიდა აქ 24 ვოლტი. აჩვენებს 24 ვოლტს. აი ეს აგძელებს აქ წვეთვას, ეს არ ვიცი საიდან წვეთავს ზუსტად, მაგრამ გადაუჭერ ალბათ თუ ჩაირთო გაზვალვი. ეხლა ვნახოთ, როცა თერმოსტატი გამოირთვება, გაზვალვი თუ გამოირთვება. თერმოსტატი გამოირთო. გაზვალვიც გამოირთო, პამპიც გამოირთო. ანუ ყველაფერი კარგად არის. კიდევ ერთხელ მინდა ამ ვიდეოში ვთქვა, რომ გაზვალვს აკონტროლებს ნეიტრალი, ტრანსფორმატორის ნეიტრალი. ჩვენ აქ 0, 120, რომელიც შემოდის, აქ არაფერ შუაში არაა ნეიტრალი, ეს უბრალოდ 120 ვოლტიანი მხარეა. მეორე მხარეს, როცა გამოდის ტრანსფორმატორიდან,
ნეიტრალი პირდაპირ მიდის გაზვალვთან, მაგრამ ეგრე არ შეიძლება, ანუ პირდაპირ არ მიდის გაზვალვთან, ჯერ მიდის აკვასტატში გაივლის და მერე მიდის გაზვალვთან. იმიტომ რომ როცა აკვასტატი გაითიშება, გაზვალვს შეუწყდება ნეიტრალი და გაზვალვიც გაითიშება. ამასთანავე თვითონ თერმოსტატიდან 24 ვოლტი მაინც მოდის რელეზე და პამპი მაინც აგრძელებს მუშაობას. მაგრამ როცა თერმოსტატიც გაწყვიტავს 24 ვოლტს, მაშინ გამოირთვება აკვასტატიც და გაზვალვიც. ეხლა კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი. ჩვენ ვთქვით, რომ გაზვალვს აკონტროლებს აკვასტატი ნეიტრალით. ეს მართალია. ასევე გაზვალვს აკონტროლებს თერმოსტატი ოღონდ 24 ვოლტით. ანუ გაზვალვს აქვს ორი მაკონტროლებელი. ერთი არის აკვასტატი თავისი კონტაქტით აქ შუაში და ნეიტრალით და მეორე მაკონტროლებელი არის თერმოსტატი თავისი 24 ვოლტით. ეხლა მარტივად რო დავფიქრდეთ, ძალიან მარტივად. თუ გაზვალვს შეუწყვიტავ 24 ვოლტს, რომელიც არის აი ეს თერმოსტატი. რა თქმა უნდა, გაითიშება. აღარ იმუშავებს. ნეიტრალი ექნება, მაგრამ მაინც გაითიშება, 24 ვოლტი არ აქვს. ეხლა მეორე სიტუაცია, თუ ნეიტრალს მოვაშორებ, ანუ ნეიტრალს გავწყვეტ, აი აქ კონტაქტს გავწყვეტ, მაშინ მაინც გაითიშება. იმიტომ რომ კონტაქტი გაწყდა, წრედი აღარ შეიკრა. ამიტომ არის რომ გაზვალვს აკონტროლებს როგორც აკვასტატი, ასევე თერმოსტატი. ხოლო პამპს აკონტროლებს მარტო რელე, ანუ მარტო თერმოსტატი. ამ შემთხვევაში თერმოსტატი ორივეს აკონტროლებს გაზვალვის შემთხვევაში და აკვასტატი თერმოსტატი აკონტროლებს ორივეს, პამპსაც და გაზვალვსაც, ხოლო აკვასტატი აკონტროლებს მარტო გაზვალვს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჩანს, ეს კარგად არის, რაც მჭირდებოდა აქ ამეკეთებია იყო მარცხენას მარჯვნივ გადმონაცვლება და ყველაფერი მუშაობს. ამ ვიდეოში სულ ეს იყო. წინა ვიდეოებში ავხსენი ზუსტად როგორ აკონტროლებს ფენცენტრის გამოცვლის დროს, როგორ აკონტროლებს გაზვალვს აკვასტატი. ეს სხვა ვიდეოში არის უკეთესად ახსნილი, აქ უბრალოდ სწრაფი გადანაცვლება იყო საჭირო აი ამ ორის.